successful comedian. მოკრძალებულად წარმატებულმა კომიკოსმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამერიკას 350 მილიარდი დოლარი დაახარჯვინა ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელი იყო. ის უარს ამბობს არჩევნებზე, როგორ ექნება მაღალი რეიტინგი, როდესაც ქალაქები განადგურებულია. ერთადერთი რაშიც კარგი იყო ჯო ბაიდენით ვიოლინოსავით თამაშში. ის ძალიან მარტივია, ისაა დიქტატორი არჩევნების გარეშე. ჯობია სწრაფად იმოძრაოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება. ამ ომმა შეიძლება მიიღოს არასწორი მიმართულება, ამავდროულად ჩვენ წარმატებული მოლაპარაკება გვაქვს რუსეთთან ომის დასასრულებლად. მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაცია შეუძლია ეს. პუტინმაც თქვა, რომ ბაიდენს ეს არც უცდია. ევროპამ ვერ შეძლო მშვიდობის მოტანა, ვერც ზელენსკიმ. გაბრაზდა, რომ არ მივიპატიჟეთ. მას 3 წელი ჰქონდა. უკრაინა მიყვარს, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი სამუშაო გასწია. ომს ვერ დაასრულებ თუ ორივე მხარეს არ დაელაპარაკე. მათ 3 წელია არ უსაუბრიათ. He was saying that to President Zelensky. ომი არ უნდა დაგეწყო. ეს პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა. რა გულისამრევია. ეს მას შემდეგ თუ რამდენი იბრძოლა ამ კაცმა. საშინელება ამერიკის პრეზიდენტისგან იმის ნახვა, რომ ზურგს აქცევს ჩვენს მეგობარს და ღიად დგება ვლადიმერ პუტინისნაირ მკვლელის გვერდით. სამარცხვინო ამერიკის პრეზიდენტი იმეორებდეს პუტინის პროპაგანდისტულ ნარატივს. უკრაინელ ხალხს არ დაუწყია ეს ომი. პუტინმა დაიწყო. თითოეული რესპუბლიკელი პასუხისმგებელია პრეზიდენტი ტრამპის ამ საშიშ და მცდარ განცხადებებზე. была конструктивна. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელებთან ჩვენი საერთო თანამშრომლობა იყოს კონსტრუქციული. ამერიკასთან და ევროპასთან ერთად მშვიდობა იქნება უფრო დაცული. ესაა ჩვენი მიზანიც და რაც ყველაზე მთავარია, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ჩვენი მიზანი, არამედ საერთო მიზანი ჩვენს პარტნიორებთან ერთად. მით უმეტეს მაშინ, როდესაც უკრაინაში ომის 3 წლის თავს უახლოვდებით. იმ ომის, რომლის დასრულებასაც უკრაინა პირველი წამებიდანვე ცდილობდა.